მოგესალმებით ჩემო ზირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა გავაკეთოთ. ტაროს პროგნოზი მომდევნო კვირისთვის, ხო? ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ ახლა, რა იქნება. ჩვენ ახლა ვინც პირველად არის სამ სფეროს ვარჩევთ ხოლმე, ანუ ეს საქმიანობა, ფინანსები და მან არა დაგვეხმარება ურთიერთობაზე, ხო, რომ ნახოთ, განვიხილოთ რა ხდება. ნახოთ, ვისთვის იქნება, შეიძლება რეზონირდებათ და უშვათ სამივე სფეროზე, შეიძლება რომელიმე იყოს, იმიტომ რომ საჯარო გაშლა თავისთავად. კიდე ახლა ვფიქრობ, შეიძლება ჯერ ვფიქრობ, ვიცი რომ ბევრს აინტერესებს, შეიძლება მე თვის პროგნოზს გავაკეთებ ზოდიაკობის ნიშნებისთვის ცალ-ცალკე. ნახოთ ჯერ ახლა მაგით მაშინ რომ დროს ფაქტორია ყველაფერი. ახლა ვისთვის იქნება დღევანდელი ჩვენი გაშლა. так, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მომდევნო კვირაში. და როგორ უნდა საუბარი ამ დასდას? როგორ უნდა? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? так, შემდეგი, ანუ ჩვენი კარიერა, საქმიანობა, ბიზნესი, შეიძლება სწავლა იყოს, არ ვიცი ვის რა, როგორ იზომირდებათ, ნახოთ თქვენი ჩაიფიქრეთ. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ესეც მოდის ნუ იყოს. მაგდაჟე ნახეთ რამდენი წამოვიდა, რაღაცა მნიშვნელოვანი ალბათ იქნება. так, შემდეგი ვნახოთ ფინანსები. დღეს რა ხდება? ნახეთ როგორ ლაპარაკი უნდა დასდებს. რაღაცა ალბათ საინტერესო მოდის, ხო? და მან არას ვთხოვთ ჩვენ რომ დაგვეხმაროს ნახოთ ურთიერთობაზე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? так, დავიწყოთ ახლა, ანუ ვისთვის. რა იყოთ, რატო ხართ მოწყენილი, ჩემო სიხარულებო? აქ შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცამ გაიგო ძალიან ესეთი ამბავი, აი რომ რა გითხრათ რა, აი შეიძლება რაღაცა ეს ძალიან შემანძღრეველი თუ როგორ ვთქვა, ანუ აი ძალიან თქვენთვის არასასიამოვნო ამბავი შეიძლება გაიგეთ რა, იმიტომ რომ აქ მართლა ეს ხა რა თემაზე არ ვიცი, შეიძლება დაუშვით ვიღაცა საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით, ეს არ არის აუცილებელი, რომ ან ადამიანი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ეს არ არის აუცილებელი, რომ იყოს თქვენი თქვა პარტნიორი, ან თუნდაც ახლა ნათესავი, შეიძლება მეგობარი, მაგრამ აი რაღაცა აი ძალიან შემოვარდა ისეთი ენერგია, რომ რა გითხრათ რა. და ან მოგიწიათ სადღაც სასწრაფოდ წასვლა, ნუ რომ ვერ გეტყვით, რომ კაი საქმეზე, კაი ამბავზე რა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ პრინციპში კიდე შემიძლია თქვა, რომ ვიღაცა იყო ძალიან ისეთ სიტუაციაში, როცა თქვათ, ურთიერთობაზეც კი არის, შეიძლება ვიღაცამ დაშორდა, ვიღაცა თქვათ ახლა თქვათ უცბად მოულოდნელად მიიღო რამე შეტყობინება თქვათ პარტნიორისგან, ეგაც არ გამოირიცხება, რომელიც თქვენ აი შოქში ჩაგაგდოთ რა, რაღაცა ესეთი თემა არის აქ რა. ანუ არასასიამოვნო ამბავი იყო აქ. აი რა ამბავი თქვენი დაიჭირეთ, იმიტომ რომ ნამდვილად ეს შეიძლება როგორც გითხარით, რამე შეტყობინება შეიძლება მიიღეთ, ან დაუშვათ რაღაცა უცბად როგორც გითხარით, წასვლა მოგიწიეთ სადღაც, ან ვიღაცის წასვლაზე გაიგეთ თქვენ, ხო? ну მოდით ახლა არ გავჩერდით ამ თემაზე, მაგრამ აი ეს იყო ალბათ სრულიად ისეთი მოულოდნელი, იცით, აი რაღაც ისეთი მომენტი. ნახოთ აბა ახლა რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენ. რა კაი კარტი მოდის, ნახეთ რა კაი კარტი მოდის. ახლა შემიძლია გითხრათ, აქ არის რას გვეუბნებიან ჩვენ, ხო, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ანუ და პირველ რიგში ბალანსზე. პირველ რიგში იმას, რომ მაღალი არკანი გვაქვს ჩვენ ახლა აქ, და გვეუბნება, რომ ყველაფერი დაბალანსდება, ყველაფერი დალაგდება,
ყველაფერი მოწესრიგდება პრინციპში. ნუ ახლა აქ იქნება როგორ გითხრათ, აი ეს სიტუაცია თუ დაუშვათ იყო თქვენთვის ძალიან ისეთი აი ვერ პოულობ მაგ სიტყვას ქართულად ვერ ვამბობ, უბრალოდ ახლა მინდა თქვა რომ აი ძალიან რომ აი ზანზარივით რა რაღაც ესეთი სიტუაცია აქ შემიძლია გითხრათ რომ დალაგდება ყველაფერი აბსოლუტურად პრინციპში დამშვიდდებით თქვენ ბალანს რა თქმა უნდა ბალანსის გექნება და ბალანსდებით მოდით ასე რომ ვთქვათ ну მიიღებთ აქ არის ну როცა ადამიანი იღებს ამას ამ სიტუაციას ისეც როგორიც არის დაუშვათ ხო ну ნახოთ ახლა სხვადასხვა სფეროებზე როგორ მუშაობს ახლა აქ ენერგია რას კიდე რას გვეტყვის კიდე შემიძლია გითხრათ რომ აი თუ დაუშვათ თქვენ რამეს თქვათ ელოდებით აქ შეიძლება ფინანსებზეც აუცილებლად უნდა იყოთ ძალიან კმაყოფილი იმიტომ რომ თქვენ რაღაცას დაიმსახურეთ რასაც ელოდებოდეთ აქ ნახეთ შეიძლება ადამიანი დგას და სიუხვეს ელოდება რა და ამ დროს სამყარო გეუბნება რომ კი შენ ეს დაიმსახურე შენ ახლა ალბათ რაღაცას კიდე აკეთებდე თქვენ მაგისთვის თუ ყველა ახლა არაფერს არ კი აქ რაღაცა ფინანსებს ელოდებოდეთ თქვენ ალბათ ან ყველა ვარიანტი რაღაცა შეიცვლება მაგრამ აი ეს აქ შეიძლება სიტყვაზე ელოდებოდეთ ну პრემიას რამეს თქვა ან დამატებას ან ანაზღაურებას რაღაც შეიძლება დაგვიანებული იყო რაღაცა თქვა ახლა ფული ის შემოვა თქვენთან ხო შეიძლება აქ ფიქრობდეთ საერთოდ რამე ცვლილებაზე რა მაგრამ მე ვფიქრობ რა აქ აჩვენებენ კიდე იმას რომ აი იმდენად ბედნიერი და გახარებული იქნებით რომ აი თითქოს იმდენი ხანი ველოდებოდი ამ რაღაცას და ანუ თან აკეთებდა აკეთებას გეუბნებოდა ადამიანი იმ შემოსავალს რომელსაც თქვენ ელოდებოდეთ დამსახურებულად მიიღებთ თან ძალიან მაგარს შეიძლება даже ისეც რომელსაც ვართ არც ელოდებოდეთ რა ну იმაზე მეც უეჭველი მიიღებთ ვიდრე ელოდებოდა ძალიან დიდი სიხარული გექნებათ რატო უფრო შემოსავალზე ვამბობ და იმიტომ რომ აქ უფრო პენტაკლები არის რა თქმა უნდა აი ეგეთი რამე რა ну რაღაცას საჩუქარ შეიძლება მიიღებთ ისეც რომელიც ძალიან გაგეხარდებათ რამე საბუთს შეიძლება თქვა აი დაუშვათ თქვენ ფულის შეიძლება ну ჩადეთ საბუთის გაკეთებაში და აი ძალიან გაგეხარდებათ რა ისეთ სიხარული გექნებათ ну პრინციპში აქ ესეთი რაღაც დარტყმა მიიღეთ რა შეიძლება აიგაც ეხებოდა რამე ესეთ სიტუაციას და ნამდვილად შეიცვლება ну ნახოთ ახლა აბა რა სფეროებში რა იქნება როგორ კარიერა ну ხედავთ ახლა აქ რა ხდება რამდენი კარტი წამოვიდა ну აქ კარიერაზე უეჭველი არის როგორი სიტუაცია რა როგორც გითხარით რომ ისეთი სიხარული მოვა რომ თქვენ არც ელოდებოდეთ აი აქ არის როგორი ზუსტად ეს მომენტი რომ არც მოველოდე არ ვიცოდე რას უნდა მოველოდე ხო იმიტომ რომ ნახეთ აქ შეიძლება სხვათა შორის იცით რა იქნება ზოგისთვის არის ეს ინფორმაცია შეიძლება თქვენი პარტნიორი მიიღებს რაღაცას ისეთ სამსახურს ან რამე წინსვლას რომელიც თქვენ აი გაგიკვირდებათ რა იმიტომ რომ აი სრულიად მოულოდნელად დაუშვათ ხო რაღაცა გაიხსნება მაგისი გზაც თუ იმიტომ რომ ახლა ახლა ნახეთ თასების დედოფალი და თასების მეფე რა შეიძლება ეს მომენტიც იყოს პლუს კიდე შემიძლია გითხრათ კარიერა მოიწევთ ხო ну გაგიხარდებათ ყველა ვარიანტში კი ბატონო ეს გახარებას კი მაჩვენებდა მაინც გადავამოწმე კიდე ნახეთ ახლა შეიძლება თქვენ აი გაგიხარდებათ იცით რა შედეგით აი ზოგჯერ ნახეთ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ მაგრამ თუ ეს საქმე რომელიც ჩვენ მოგწონს და გვიყვარს ხო ჩვენ შეიძლება ველოდებით ვთქვათ რაღაცა შედეგს მაგრამ იმაზე მეც გვაძლევენ ვიდრე даже ჩვენ წარმოგვიდგენია ну ეს სამყარო მასე მუშაობს საერთოდ იმიტომ რომ ნამდვილად აქ გვაჩვენებენ რომ აი რაღაცა ძალიან გაგიხარდებათ რაც არ ელოდებოდეთ ესეთი შედეგი
ისეთი ნაყოფიერება, ისეთი ნაყოფი თქვენი ნამუშევრობის, რომ თქვენ ძალიან გაგეხარდებათ. შეიძლება წინსვლას რამეს ელოდებოდით, დაუშვათ, მაგრამ ან დაჟე როგორ არის, იცით, ასეთ წინსვლას არც ველოდებოდი, მაგრამ აქ არის ვიღაცა თქვა თქვენს მიერ ძალიან განწყობილი ადამიანი და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ მიიღებთ იმ შედეგს. პლუს კიდე აქ რა არის? აქ შეიძლება თქვენი ცვლილებაც არის, როგორ იცით, აი ესეთი ადამიანები შემოდიან თქვენს აი როგორც კლიენტები შეიძლება ვთქვათ, ხო? ანუ თქვენ საერთოდ აი გაოცებული როგორ იქნებით ნამდვილად, რომ აი დაფასდებით თქვენ რაღაცა ძალიან თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება და შეიძლება ვთქვათ იმ ოჯახში, სადაც თქვენ მუშაობთ, არც მოელოდეთ, რომ დაუშვათ აი რასაც თქვენ დებდით ენერგიას, შეიძლება ფიქრობთ და ინახეთ ზოგჯერ არის როგორ იცით, აი თქვენ გონიათ, რომ ნუ მე რას ვაკეთებდი ისეც, ხო, დაუშვათ, ხო? აი ნამდვილად, მაგრამ აი სხვებისთვის ის თქვენი ქმედება არის მნიშვნელოვანი და ადამიანები დაგაფასებენ თქვენ, თქვა ისე როგორც აი სრულიად მოულოდნელად სიტყვაზე, ხო? თქვენთვის მოულოდნელად, რომ არც ველოდე ასეთ დაფასებას, მაგრამ ძალიან მიხარია, იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს კიდე ვიღაცა ადამიანები, ვინც თქვენ დაგეხმარებათ, თქვათ თქვენს წინსვლაში, ну ძალიან ან შეიძლება რაღაცას დაჟე აგიზიებთ, ну ან სადმე იქნებით, რა ვიცი, აი სრულიად მოულოდნელად რაღაცას აღნიშნავს თქვენს აი ასეთ გამარჯვებას რა, იმიტომ რომ ნამდვილად დაიმსახურეთ თქვენ რაღაცას აკეთებდეთ თუ ვინმე თქვა ან ცოდნას დაუშვათ თქვენ აძლევთ, ნახეთ აქ ახლა გვერდხების მეფე დგას და წიგნიც უჭირავს რა, რაღაცა თქვენი ცოდნის გაცემა ან ის ცოდნა, რომელიც თქვენ მიიღეთ, ძალიან კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ ისეთი რამეები გაიხსნება, აი ძალიან ბევრი მოვა კმაყოფილი და მადლიერი კლიენტები. ნახეთ, ან ვიღაცა ძალიან შეაფასებს თქვენ შრომას აქ. უეჭველი შემიძლია გითხრათ, რომ ეს ახლა აი არც მეგონა თუ მასეთი დაფასება იქნება ადამიანებისგან. კარგით. ეხლა ვნახოთ ფინანსებში. ну აქაც ხედავთ თქვენ ახლა რომ დაიმსახურეთ რაღაცას და შეიძლება სრულიად მოულოდნელად იმაზე მეტი დაფასება, ვიდრე თქვენ გეგონათ. პრინციპში აი აქაც გითხრათ უკვე სიგნიფიკაციაში, ხო? მაგალითად. так, აბა ვნახოთ ფინანსები. კიდე აი შეხედეთ იუსტიცია და იგივე არკანები გვეუბნებიან. აი ისე ვისი ნახეთ თქვენი აქ ჩადებული თქვათ ენერგია, ხო, თქვენ რაც გააკეთეთ, ხო, თქვენი საქმიდან თქვენ მიიღებთ ძალიან ანუ დიდ შეფასებას. აი სამართლიანად იქნება თქვენი შრომა დაფასებული, თქვენი ცოდნა დაფასებული. ანუ ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს თქვენ, იმიტომ რომ აქ არის ესეთი მომენტი, რომ რაღაცა ახალი, შეიძლება ახალი წყარო გქონდეთ კიდე, ნახეთ, ახალი სამსახური, რომელიც ძალიან აი ამ სამსახურით კმაყოფილი იქნებით, ან თქვენი გაცემული ცოდნით მიიღებთ თქვენ იმას, რაც დაიმსახურეთ. აბა რა დაიმსახურეთ? გეუბნებით. აქ აი ისე მოდის ეგ ინფორმაცია, რომ და მე რასაც აი აქ ადამიანი უეჭველი შრომობდა. აკეთებდა ბევრ რაღაცას. აქ არის იყო სიტუაცია, რომ ვიღაცამ გამოგიგზავნათ უბრალოდ რომ შენ ხარ კაი გოგო, ან კარგი ბიჭი. არა. აქ ადამიანი მაქსიმალურად რაღაცნაირად აი რით დაიმსახურე მეთქი რომ ვეკითხები, ხო, ან რა დაიმსახურე ზუსტად ბევრი შრომა ჩადებული ადამიანი ეძებდა ხერხებს, ეძებდა რაღაცა მომენტებს, რა დაეხმარებოდა. აი არანაირი სირთული თუ რამე იყო, დაუშვათ ახლა მაგისტრის, ну არ იყო ახლა, ვთქვათ რომ აი არ ნებდებოდა სიტყვაზე, ხო ხვდებით რა, ადამიანი ახლა აქ მაგალითად ძალიან თან პლუს კიდე ნახეთ, თქვენ შეიძლება აქ ვიღაცა დაუშვათ ვიზუალიზაციას აკეთებდეთ თუნდაც, ხო? ეგაც არის. ანუ ყველა ხერხს ვიყენებდი რა, ისეც რომ თქვათ ახლა
წინსვლა რომ მოეცე ჩემთვის და ცვლილებები რომ მომხდარიყო ჩემთან და ნამდვილად იმპერატორის ენერგია ესე ყურა მართლა იგი შემიძლია თქვა რომ როგორც ტუზი რა დაგეცემათ რომ იმიტომ რომ იმპერატორი რა თქმა უნდა ეს არის სიუხვე როგორც იმპერატრიცა აქ ამ შემთხვევაში ხო აი ამიტომ არის აქ ხო რო გვაჩვენებენ რომ რაღაცას თქვენ სირთულეებს შეიძლება გაუმკლავდეთ შეიძლება აქ უფრო даже ისეთ როგორ არის თქვენი ცოდნა დაგროვილი შეიძლება თქვათ ну რაც თქვენ იცით ხო არ დაზოგეთ და აქ რაღაცა ტრანსფორმაცია მოდის даже მივეტყოდი რომ აქ თითქოს აი შეისმინა სამყარომ და თქვენ კიდე ნახat აქ რაღაცა ახალი საქმედან აი თუ დაუშვათ თქვენ დიპლომი მიიღეთ ხო რამე ახალი საქმედან ნამდვილად წამოვა თქვენი დაფასება იმიტომ რომ თქვენ ახლა რაღაცა დაასრულეთ შეიძლება და ესეც იქნება ერთ-ერთი კიდე ახალი წყარო რომელიც თქვენ მოგიტანთ ანუ აღიარებასაც და რა თქმა უნდა ფინანსებს აი კიდე მინდა რომ ერთი პენტაკლე მაინც გვაჩვენეთ ახლა პენტაკლების იმიტომ რომ აქ თითქოს რაღაცა იცით როგორი ენერგია მოდის აი თქვენი სივრცე იცვლება იცით იმიტომ რომ აქ გიგვანახა სედრევი პენტაკლებს მაგრამ აქ არაჩვენებენ და არის ზოგჯერ როცა ადამიანი რაღაცას აკეთებს იმას რაც უნდა აკეთებდეს თავისი დანიშნულებით ხო ანუ გახსენით თქვენი პირადი დანიშნულება სიტყვაზე ხო და იქიდან აი ნუ თქვენ ამისთვის რაღაცას აკეთებდით აქ რა არ ზოგავდეთ თქვენს თავს და ამიტომ წამოვიდა ცვლილება და თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკვე არ იქნება ისეთი როგორიც იყო უფრო გაძლიერებას მაჩვენებს კი ну აქ უფრო მაჩვენებენ აღარც იმას ვისაც უმაღალი არკანები მოდიან მეუბნებიან რომ მიდის ძალიან მაგარი ცვლილება ძალიან მაგარი ცვლილება მოდის თქვენს სივრცეში რა თითქოს რაღაცა იხსნება და ძალიან გახარებული კი იქნებით კი ძალიან უეჭველა ნუ ცოტა დაიღალეთ მაგრამ შემოსავალს მიიღებთ ძალიან მაგარს ფარტუნა თქვენსკენ არის კარგით მოდით ვნახოთ ახლა ურთიერთობაში რა ხდება და ახლა იმედი არ შემარცხვენს ახლა არა ხო აი ნახეთ ძალიან მაგარი თემა არის თუ დაუშვოთ აქ ვიღაცა გამოდის ძალიან ესეთ როგორი ურთიერთობიდან აი თუ გქონდათ დაუშვოთ გულის ტკენა თუ დაუშვოთ თქვენ იყავით ურთიერთობაში სადაც ნუ აი კარმული თემა არის რა მაგრამ აქ თითქოს სრულდება რაღაცა სიტუაცია იცით აი როცა თქვენ დაუშვოთ ახლა ადამიანისგან ტკივილს იღებდით და ეს ტკივილი ახლა აი ძალიან როგორც შემოვიდა ისე წავა მიდის რა ანუ თუ შენ დაუშვოთ თქვენ იყავით ანუ ისეთ ენერგიაში რომ თქვათ აი უარის თქმა არ შეგეძლოთ არის არას თქმა არ შეგეძლოთ დაუშვოთ ხო გული ტკიოდა შეიძლება სიტუაცია მეორდებოდა ხო აი ეს გულს გტკენდათ თქვენ ძალიან აი ეგ ყველაფერი დასრულდება თითქოს რაღაცას აი მოვიდა ეს პერიოდი რომ უნდა აი მივხვდი რომ всё მორჩა მე ახლა სხერფლის როლში ნამდვილად ვერ ვიქნები რა არ მინდა მე ეგეთი რაღაცები და თუ რამე გულის ტკენები მეორდებოდა და ხო აი თითქოს რაღაცა ესეთი შეგრძნება რომ პერიოდი რთული ანუ მიდის რა აი აკაც ნახეთ შანსი რაღაცა ახალი გეძლებათ იმიტომ რომ შეიძლება დასასრულს ელოდებოდეთ თქვენ როდესღა დამთავრდება ეს ყველაფერი როდის იქნება ბედნიერება და თქოს რაღაცა ახალი შანსიც გეძლებათ კიდე კი ნუ განულება მიდის აქ ახლა შეიძლება იყო არასერიოზული თქვა თუ იყო არასერიოზული ურთიერთობა სიტყვაზე ან პარტნიორი იქცევა ცოტა რაღაც არასერიოზულად თქვენ თვითონ აქ ახლა უფრო თავს დაიფასებთ მოდი ასე ვთქვათ და რაღაცა თქვენში მოვა რაღაც აი მორჩა всё დასრულდა ეს რაღაცა მე მეც ვერ ავიტან იმიტომ რომ მე ეს არ მინდა იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი დაუშვოთ ახლა შემოვიდა მაგრამ არასერიოზული სიტუაციები ტრიალებდა გაიგეთ რომ აი არ გქონდათ აქ ახლა ისეთი მიდგომა რომ თქვათ ახლა აი ან ნუ სერიოზულში გადადეს რა მაგრამ რატო ისე თქვენ იცვლებით აი აქ გოგო ძალიან იცვლება
დღეს რას მეუბნებით აქ. ხო, იმიტომ რომ ახლა აქ ისტორიას მიყვებიან უბრალოდ, რომ იყო რაღაცა სიტუაცია, რომელიც თქვენ ეს იყო კარმული ურთიერთობა, რა თქმა უნდა, როცა თქვენ ვერ გადიოდეთ. აქ შემიძლია და შეგითხრათ, რომ დიდი ხნის კარმული თემა, შეიძლება თქვენ დაამუშავეთ რაღაცები, ნახეთ. აქ ვიღაცა მართლა შეიძლება, აქ даже უფრო შორს ცოტა მიდიან, ანუ გვაჩვენებენ, რომ რაღაცა სიტუაციები, რომელიც იყო ძალიან მტკივნეული, როცა თქვენ გული წყდებოდეთ ბევრ რამეზე, როცა თქვენ დაუშვათ ახლა შეიძლება ყველაფერი თქვათ, ნუ უკვე იმ დონეზე იყო, რომ უკვე ვეღარ ხდებოდეთ დაუშვათ, ხო, ღიზიანდებოდეთ, შეიძლება პარტნიორთან დაძაბული ურთიერთობა იყო, ან რაღაცნაირად თქვათ, თქვენ გადაერთეთ თქვენს თავზე. აქ ადამიანმა გეუბნებით რაღაცა მიიღო გამოცდილება კი არა, უფრო აი დავამუშავე რა რაღაცა თემები, იმიტომ რომ გაუსაძლისი ასეთ სიტუაცია მწვავე როცა არის, შენ თუ აი აქ ვერ შეხვალ, ანუ შენ თუ არ დაფიქრდები იმაზე, რომ რა შემიძლია გავაკეთო, სულ იქნები ასეთ დაძაბული თემაში. შეიძლება სხვა პარტნიორით შემოვიდეს და იგივე სიტუაცია გამეორდეს, იმიტომ რომ შენ გაკვეთილებს არ იღებ რა, შენ სამყარო გეუბნება, რომ კი ბატონო, ჩვენ სამყარო გეხმარება, გამოგიყვან ამ მდგომარეობიდან, განულდება სიტუაცია, მაგრამ აი იმ შემთხვევაში შენ თუ მართლა რაღაცას შენს თავზეც იფიქრებ, იმიტომ რომ ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც ჩვენ გვეძლება, იმიტომ რომ ახლა ურთიერთობაზე ხო საერთოდ გვეძლება იმისთვის, რომ ჩვენ ეს დავამუშაოთ რაღაცა, აი ნახეთ პრეტენზიები ხო, რაღაცები თქვა, გაუგებრობები, შეიძლება უყურადღებობა იყოს აქ, არ გამოვრიცხავ. თქვენ ვერ ხვდებოდეთ რა ხდება და შეიძლება დიდი ხანია ამას იტანდით, მაგრამ ეხლა ისეთი პერიოდი, რომ რაღაცა შეიძლება ისეთ ინსაიტს მიიღებთ, ან დაიწყებთ რაღაცას სწავლას შეიძლება, იმიტომ რომ თანხმობის, ნუ ბევრჯერ მithქვამს, რომ არის, აი აქაც ხო გითხარით, ნახეთ, შეიძლება რაღაცა ისეთი მომენტი მოხდა, ისეთი სიტუაცია თქვენს ურთიერთობაში, ხო უცბად თქვა დაინგრა სიტუაცია, ხო? და აი ეს ზუსტად ეს მან უკვე გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ ფიქრობდეთ, ნუ არაფერი არ იცვლება და რა ვქნა, ხო? ან პარტნიორი უცბად წავიდა, ან სიტუაცია გამწვავდა, მაგრამ ეს გარდამტეხვის პერიოდია თქვენთვის, იმიტომ რომ აქ უკვე გეუბნება სამყარო, რომ ღმერთო, მადლობა, რომ როდემდე უნდა ყოფილიყო ამ მდგომარეობაში და რაღაცა შანსი გეძლევა თქვენ იმისათვის, რომ აი ასეთი რთული სიტუაციიდან გამოსულიყავით, იმიტომ რომ ახლა გეუბნებით, აი განვითარებაში როცა მიდის ადამიანი, ხო? აქ ზოგი დავისფრ დანიშნულებასაც პოვლობს, ეს უამრავი მიდის ეზოტერიკაში, თქვა ამ ფსიქოლოგიაში, ან დამხმარ პროფესიებში, იმიტომ რომ ჯერ თვითონ იძიებს ინფორმაციას, ანუ რა მჭირს, რა ხდება და მერე უკვე თავის თავს რო დაეხმარება, უკვე სურვილი უჩდება, რომ დაეხმაროს სხვას, იმიტომ რომ მერე ადამიანები მაინც მოდიან მასთან, რომ დამეხმარე. ანუ მითხარი და ადამიანს შეიძლება даже უკვირდეს და თქვათ ეს რანაირად და აქ შეიძლება დაუშვათ რამე ინსტრუმენტსაც ნახავს ისეც, რომელიც მას დაეხმარება მისი სურვილის განხორციელებაში, რომ სხვისთვისაც მინდა ვიყოს საჭირო. ეხდეთ, საჭირო მინდა ვიყო მე საჭირო. მე მინდა რომ დავეხმარო ვიღაცებსაც რა. და ველოდებოდი რამე შანსს. ეხდეთ და აქ ნამდვილად რაღაცას თქვენ მიიღებთ, აი აქედან, აი ან ისწავლეთ რამეს თქვათ, ან ინტერნეტ სივრცეში რაღაცებს და ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის ეს რაღაც გარდამტეხვის პერიოდი და ნუ კი ზოგ შეიძლება ეშინია ეხლა ამ სიტუაციის, ხო? მაგრამ აქ აუცილებლად მოხდება ის მომენტი, რომ პირიქით ეს ადამიანი თქვენი მშველელი არის რა, როგორც ეხლა გაგამწარად, ისეც მშველის ეს ადამიანი სხვათა შორის. აქ თუ კიდე რაღაცა რთული სიტუაცია თუ იქნება, აუცილებლად მშველასაც მიიღებ. ნუ რაღაცა დღეს ურთიერთობაზე ესეთი მოგვიყვა ეს ჩვენ ისტორია. პრინციპში მივფიქრობ, რომ კარგი ენერგიები არის, კი ცვლილებიც მიდის, რაღაცა გარდამტეხვის პერიოდი მიდის, მაგრამ სამყარო გვეხმარება, იმიტომ რომ პრინციპში მე ძალიან მიყვარს, როცა ტრანსფორმაციული არკანები გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ სული ვითარდება და არ დგას ერთ ადგილზე, ხო? იმიტომ რომ თუ ჩვენ ვითარდებით, ჩვენ ცხოვრობ და ვცოცულობ და საჭირო ვართ კიდე აქ, ხო? ვინც არ ვითარდება, ან მისი დრო დასრულდა, უკვე მერე რა ვქნათ, ახლა
სული მიდეს და აქ მე ვხედავ რომ ადამიანი ვითარდება მშვენივრად, კარგად მიდის რაღაცებს აკეთებს, ცდილობს და ამიტომ სამყაროც რა თქმა უნდა დაგეხმარებათ ყველა ვარიანტში დაგაჯილდოებს იმით, რაც შეიძლება შენ არც ელოდები, იმიტომ რომ სამყარო ყოველთვის ჩვენ გვაძლევს იმაზე მეც, ვიდრე ჩვენ ველოდებით. ნუ იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა ჩვენს არ ვჯილდობთ, არ ვდგავართ ერთ ადგილზე და არ ვიძახეთ რომ არა, როგორც არის ისე იყოს, როგორც არა თუ ისე იყოს და შენ არაფერს არ სწავლობ, ნუ მაშინ ან ცხოვრება არის ძალიან დაძაბული, ხო? ან კიდე არასასიამოვნო მომენტები. ჩვენ კი გვინდა სულ ყველას აი ვიყოთ დაჯილდოვებულები, ასე რომ ვთქვათ, სამყაროსგან, ამიტომ აქ ეხლა ეს სივრცე არის იმ ადამიანების, ვინც ვითარდება. ან აქ ვფიქრობ შეიძლება კიდე ერთი მომენტი, რომ ვფიქრობ როგორ შევცვალო ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ ის, სადაც მე ვარ, რასაც მე ვაკეთებ, მე არ მომწონს და აქ უკვე ადამიანს აქ რაღაცა გეგმაც აქვს, რომ აი რაღაცა უნდა გავაკეთო ისეთი, რომ შევცვალო ჩემი მდგომარეობა. მიხვდეთ? всё, ჩემო სიხარულებო, რა თქმა უნდა გელოდებით კომენტარებში, დიდი მადლობა იმათთვის, ვისაც უნდა რომ კიდე თვითონაც აი ისწავლოს ტარო, ისწავლოს მანარა, ჩვენ ახლა ამ წელიწადში შეიძლება რა ვიცი, ბოლო იქნება ნაკადი ჩვენ აკადემიაში კლასიკაზე და მანარაზე და გელოდებით, კი ბატონო, მომწერეთ პირადში და დაგაყვალიანეთ. მე კი გისურვებს ბედნიერებას, სიხარულს და ყველაფერს კარგს ჩემო ლამაზებო.